აი კონდა შევიდით. Once შევდივართ. Okay, lay down and this side of it. გამარჯობა. დაბრუნდით. გამარჯობა. როგორც იქნა დაუბრუნდით? გაციებული. გაციებული. არა, რომ დაუბრუნდი არ იყო, მაგრამ აქავე კიდე ვირუსი. რამაც კიდე უფრო ის გამოც კიდე უფრო გაიწელა ეს მონტაჟი და ამ ეპიზოდის დადება. კიდე ბევრი სხვა ტექნიკური მიზეზების გამო, იმიტომ რომ მობილურით გადაღებულ 4K ვიდეოებზე ჩემი კომპიუტერი ცოტა ჭედავს. და მან დიდი დრო წაიღო და მოკლედ უყურებთ მუსკულების 25 ეპიზოდს, ოღონდ რაღაც განსხვავებული ეპიზოდია, ვიზუალზეც ალბათ გვეტყობა. გაჩვენებთ ჩვენ მოგზაურობას იტალიაში, რომში და მე ამალფის სანაპიროზე, როგორც ეძახიან, ჩავედით სალერნოში, მე ვიყავით პოზიტანოზე, მე კაპრიზე და ამ ყველაფერს ნახავთ და თქვენთან ერთად შევხედავთ ჩვენ ამ მასალას რაც გადავიღეთ, ძალიან ბევრი რაც გადავიღეთ, მაგრამ იქიდან 70% ეს უბრალოდ ყანყალებს ტელეფონი რაც არაფერი არ ჩანს. სადაც ტელეფონში საუბრობთ იქაც ხმაური ან რაღაცა და ამიტომ გადავწყვეტეთ რომ გზადაგზა ჩვენი კომენტარიც გავაკეთოთ, თან გავუშვებთ ახლა ჩანაწერებს და ჩვენც თქვენთან ერთად შევხედავთ ჩვენ მოგზაურობას. ჩვენმა მაყურებლებმა დავიწყოთ. ჩვენმა მაყურებლებმა ბევრი რაღაცა გვირჩია, სანამ წავიდოდით. ბევრი გავითვალისწინეთ, ბევრი ვერ გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა. და ჩვენც, ანუ ყველას თავისი ისტორია აქვს რა და თავისი გამოცდილება მოგზაურობისას. შეიძლება ზუსტად იგივე მარშრუტი ვიღაცა სხვამ გაიაროს და სხვანაირად რა. და ჩვენსას გაგიზიარებთ და გულწრფელ რჩევებს მოგცემთ რა შეიძლება და უკეთესად გაგვეკეთებინა. თქვენ რო გაითვალისწინოთ, რა მართლა კარგი იყო და მართლა ძალიან კმაყოფილები ვართ და მოკლედ ასე შემდეგ. იმედია მოგეწონებათ. იმიტომ რომ ის იქნება რა, სასარგებლო იქნება ჩემი აზრით, ახლა ვინც დააპირებს ვინც აპირებს რომში, სალერნოში და პოზიტანოში წავიდეს და კაპრიზე. ზოგადად ხო ანუ სამხრეთ ნაპირზეც რაღაცა ზოგადად წარმოდგენა შეგექნებათ და ვთხოვთ ჩართოთ პირი. გაუშვი. ეს სახიფათო თამაში გვირაბში რომ სუნთქა უნდა შეიკავო. რომელიც მე მიყვარს ძალიან. არა არის რეკომენდებული. ხო, ანუ ასაც თქვენ უყურებთ ეს არის რომ წავედით გავფრინდით ქუთაისიდან და ქუთაისიდან ჩავედით მანქანით, იქ აეროპორტში დავტოვეთ მანქანა. ერთი კვირა იდგა ქუთაისში და სადაც 80 ლარი გადავიხადეთ პარკინგში. ხო? კი. 7 ღამე ან 8 ღამე, აღარ მახსოვს, 7 ღამე მოუწია ალბათ ან 8. 7 ღამე. მოგონი 15 ლარი ღირს დღე? ხო. შესაბამისად გამოდის 8. არა, 8 არ გამოდის. ანუ 15 ლარი არ ღირს, ესე იგი 100 მახსოვს. მე ვერ გავძალე. ხო. ჩამოვედით ქუთაისის აეროპორტში. მოვასწარით უკვე აჭარულების ჭამა. ვისაც არ გაგისინჯავთ, აქ არის თაკარა, ეგეთი რესტორანი და ძალიან გემრიელი აჭარული აქვთ. რა სიტყვი გიო შენ? კი, კარგი იყო. აეროპორტში აჭარული არ მქონდა ნაჭარი. ხო, იმიტომ რომ ჩავალთ იქ, ანუ ხვალ დილამდე ვერ შევჭამთ ვერაფერს და ბარემ აჭარული რატომაც არა. აეროპორტის ყოლობაზე ძალიან სიწყნარეა. და ძალიან ცხელა. გადაიდო ჩვენი ფრენა 1 საათით. სამაგერთ უყურეთ ახალ სერიალს. უნდა გადადებულიყო რამდა ეგ. რა ქვია? ჩამოვედით. მოაბა ტაქსები. ეხლა მთავარია თელიქონება არ დავტოვოთ ტაქსში გია. ტაქსი ეკითი. იმიტომ რომ ეხლა არის დილის 5-ის ნახევარი, ხო? ხო. ეს საყოველთაოდ დააგვიანა რეისმა და ჩამოვაღწიეთ.
ცოტა გაოგნებული. საათია უბრალოდ შეტა. ო 12. აი ესეთი ვერანდა გვაქვს. როგორ ვანგარი შოფის მე და თქვენ გაშორ. ოთხის ნახევარზე გამოვედით, ხო 4-ზე. 4-ზე გამოვედით. 4-ზე გამოვედით, 13 საათია გზაში ვართ. მონქანით ქუთაისამდე, ქუთაისიდან თვით მფრენავი. დააგვიანა, გამოფრენა. დააგვიანა 2 საათი ვიზიარმა. ჩამოფრინდით მე ნახევარი საათი აეროპორტში დადიოდა ვიფრინავი. იქიდან ტაქსით მოვედით ძალიან მალე. ისე ჩქარებოდა რა. დავიძინოთ ახლა. ესე 10-ზე 11-ზე ავდგეთ. დავიწყოთ ბოდიარი. და მე ვატიკანში ვიდევიან 5-ზე უკვე. არ დავგვიანოთ. ათლობა არის თორე. ხო, და მე რესტორანში. ავიდეთ. ვაკასტრადემა თუ დაიწყეს დილით გავგვიждები. დღეს დილით ვიც მუსკულებს უკვე ხმადა მოლაპარაკობა ამის უკან. ეს სხვა ნომერია მე მგონი და მეზობლებს შევაწუხოთ. თუ მეზობლები შევაწუხოთ. დღეს დილით თბილისში 7 იყო თუ 8 გაკიოდა მტრედი ჩვენ პანჯარასთან და აუდექი რომ გამეყარა ეს რამდენიმე იჯდა ესეთ სცენაში ეს არის საერთოდ არც მეგონა ჩიტებს და გემართებოდათ არათუ მტრედებს ესე ჩვენ წინ იჯდა და ეს ხელი რო უქნე გადაჯდა გვერდზე აივანზე და ესე აივნის თავსახურზე ქვედასახურის აივნის თავსახურზე გადადგა კიდეზე დადგა ესე თავი გადაყო და გული აერია ტრედს და ესე არ წევდა ტრედი ესე უყურებდი დილის 8 საათზე ამ სცენას ულამაზესი სცენაა ხო და მეთქი მომეჩვენა თქო თავიდან ანუ და დავაკვირდი მე წუთში მეორეჯერ გადმოუშვა კიდე და გადაყოფილი იყო ხო და თავი ქონდა გადაყოფილი ეს აივნი ვიღაცის სარეცხს შეიძლება ამაზრზენი არის რომანტიკული სცენარი რა დილის რო ვიწებ და აი ჩიტებს ვახურებ და უზობ ვართ ასე არ წავდა ტრედი ეს არის ჩვენი ოთახი რა ესეთი პატარა ოთახი და მაგარი არტი გვაქვს კედელზე ნახე ეხლა დავიქცია საკაიფო არტია შეფითხული ის არის რამე საიფი ხო არის მაგის უკვე გუშინ რომ მოვედით თავი არ მქონდათ ლიფტის გადაღების და ახლა მინდა ძალიან ბევრი კარი უნდა დახურო პირველი ნული არ ვიცი წერია სადღაც ასე კი გამოტანე ხანჯარმა როგორია პირველი გამოსეირნება ცოტა ქართული მიჭირს გავიწყდა უკვე ხო აი რომი რო გინდოდა მანახევა ეს არის ესეთია სუმეტი გერაფე შენ რაღაცა ვერ ღირს შესანიშნავებს ეხლა აგინდა იმასთან ხორი ცხოვრებ ხო კოლიზეუმის ხედით მინდოდა მე რომის პაპის მეზობლად და ეს დახურულები და ესეთები იმიტომაცია რომ ესე ვისხა რომ არ შეგიშვებენ მოდღლეზილებით ამოყლეებითო და ეხლა ვიხჩუბი ცოტა ძალიან ცხელა ზე არ არის თან აი ზეთი რუკას ჩავხედა მე პოსტორად მივიდივარ მიდი ხო ანუ ამ დღეს ვატიკანში უნდა შევსულიყავით და წავიკითხე რომ რაღაცა დრეს-კოდი არის რა ქალს ანუ არ შეიძლება რომ რაღაცა ბრეტელიანი ეცვას ეს ტოპი ხრები უჩანდეს ძალიან მუხლზევით კაბარ უნდა გეცვას ასე შემდეგ და
ჩავითვის განზრახ ესე გრძელი კაბა, იმიტომ ანუ რატომ საშინელი სიცხე იყო რა, საერთოდ არ მინდოდა ამის ესეთი ჩაცმა რა, მაგრამ მაგის გამო ჩავიცვი გრძელი კაბა, ეს დახურული და სახელოიანი რა. და რომ მივედი, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შიშველი ხალხი შემოდიოდა ჩვეულებრივად და ანუ არასწორი არის ეგეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ვიღაცა ითვალისწინებს, დისკომფორტს იქმნის, ცხელა მოდის ეს ჩაცმული და ამ დროს ვიღაცას უშვებ ტიტულში. ხო და ჩვენ ავიღეთ ბილეთები არის ესეთი ტურისტულები, რომელსაც შეყავხარ ურიგოთ ასე ვთქვათ, ცოცხალ რიგში არ დგები და ამაში ბილეთში ფულს იხდი და იმ გამცილებასაც ვკითხე, რომ მეთქი ეს ხალხი რო დგას ეს დრეს კოდის არაშესაბამისად ჩაცმული, როგორც ეს კოდია თუ შემოუშვი და არა, მაგაც აუთ არ შემოუშვი, მაგრამ დავინახე რომ შემოუშვეს. ხო. ანუ დრეს კოდიც ესე. აი. იტალიური პარკინგი 1 2 კი შენ რო გიკვირს, აი ეს შენ ევროპა. ეხა გადავწყვიტეთ, რომ არ დავემორჩილოთ იმას რა ქვია. დადგენილ. თანრიქს. მარშრუტებს ხო ეს ნახე, ეს დავბოდიალობთ ფეხით. ეგეთ. აი კიდე ის არის. ვიწრო ქუჩებში ნახე. ყვავილებთან რო იღებენ ხუსკები. ო, წამოგადაგირებ ყვავილებთან. ჩემი ძმაკაცი სახელმწიფოს არ დავასახელებ. მე და ის დავდივით ხომ ხშირად რა ადრე. ეგვიპტეებში და თურქეთებში და ეგეთ ადგილებში და სულ აი ესეთ ადგილებთან აღებინებდა ფოტოებს. ჩემი ძმაკაცი აი ესეთ ყვავილებთან დადგებოდა გადამიღე. რაღაც დებილი ფოტოაპარატი ჰქონდა წამოწერილი. იმდენი ვიძახეთ პიცაო, ბოლოს ისეთ ადგილზე შემოვედით, ვაფშე რა აქვს პიცა. ვიჟე რალამაზაცი ხარ. ეს შოთია? არა. ეს ამ კავას უცამდე? იქ რაღაცა ოდრი ჰეპერნა უბრაზენ ვიდე. იქნება დაბრუნ ზარმასუკებს. თვითონ ვატიკანის მუზეუმი მოგეწონა? ის იყო რასაც ელოდი? ჩემი დასაწუნი რა სჭირს. მაგრამ ხო, დიდი მოუდინები არ მქონდა ვატიკანის მუზეუმზე მე პირადად. რა იყო ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ეხა კადრებში ჩანს ფოტოებიც გადავიღეთ ამებსაც დავაწყოთ. ეს არ ვიცოდი სხვადასხვა ეგვიპტური ნაწილი თუ იყო ვატიკანში, საერთოდ არ ვიცოდი. და ეს ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ რაც იმდენი ხალხი იყო, თან ჩვენ კიდე როგორც ვიცით, არ იყო მანდამაცეთი ტურისტული სეზონი, პიკში არ არის, რა და კიდე უფრო მეტი ხალხი იქნება, მაგრამ ეხლაც რაც იყო, ეგეც იმდენი იყო, რომ აი ძნელია რომ რაღაცასთან გაჩერდე და დააკვირდე და რაღაცა, ანუ აი უბრალოდ თითქოს რაღაცა შევედი და დავასტოკე და წამოვედი, ეგეთი დაბეჭდილება დამჭა ვატიკანზე რა. ბევრი რაღაცა იყო, რაღაც დავინახავდი საინტერესო იყო. ხალხი იდგა იქ ბევრი ისეთი, რომ აი ცოტა ხანმა დაელოდო, რომ ისინი გაიწიონ და მე შენ მიხვიდე და არა და დაახლოებით 3 საათი გავატარეთ. ხო, ძალიან დიდი ტერიტორია. მაგრამ მაინც რა, აი უბრალოდ თვალი მოვკარი რაღაცაებს, აი ეგ იყო რა. რამდენიმე რაღაცასთან კი გავჩერდი, რაც ძალიან მიმიზიდა და მომეწონა, მაგრამ აი ახლა კადრში ჩანს აი ეს დერეფანი YouTube-ზე რომ ნახოთ აგვისტოში ვინც მოგზაურობს. აი ხალხი ვერ ეტევა დერეფანში იმდენი ხალხი. აი ეს იყო განსაკუთრებით რაც ძალიან მომეწონა. აი შეიძლება რაღაცებს კამერა ვერ აფიქსირებდეს, მაგრამ აი რაღაც რო გამოვიხედე, უცებ მეგონა რომ მართლა ადამიანი იდგა რა, რაღაც აი ვიღაცა მეგონა მიყურებდა რაღაც ისე ვიდექი რა და მე ერთ წამში მივხვდი რომ ეს იყო რა ქვია. რა ქვია ეს ბიუსტი თუ რაღაც ხო აი საშინოთ მაგარი ნამუშევრებია რა. და თან ძალიან ნერვების მომშლელია რომ იქ რო დგახარ და უყურებ ამ შედევრებს მე გინდა რომ გადაიღო რა და ტელეფონს რო იღებ და გინდა რომ გადაიღო და დააფიქსირო ეს საერთოდ სხვა რაღაც არის არაფერი არ ჩანს იქ რა ხო მსგავსი არაფერი არ გამოდის ტელეფონით გადაღებ არც ვიდეოში აი მე ეგეთი შტაბეჭდება წარმოდგენა მქონდა რომ აი ეს რაღაცები ხომ მქონდა ნანახი და კაი მივალ და ნახავ თქო მაგრამ
ადგილზე მაინც ხვანერ ემოციებს იწვევს რა თან რომ ხედავ სიძველე და რაღაცები კიდე იქ უფრო ჩანს და ხო ეს უკვე Sixties კაპელა რომელიც არ შეიძლება რომ გადამაღო, მაგრამ მაინც გადავღერ. ხო. მანდაც აი ზევით ხო ვიყურებოდი. ხო. მაგრამ აი სულ ვიღაცა გედება და ვცდილობ რომ აი ისე ხო ვდგავ რომ იმეს ხელს უშლი და ყაყანი და აი ვერ მე ხა თქვენ ნახოთ ბორგესის მუზეუმში რო ვიყავით. ხო. ის დარბაზი რამაც მე დამშოკა და ყოდა ზარ მომეწონა. იქ რო ვიდექი აი სიმშვიდე იყო და რამდენი ხანი გავჩერდი კი გახსოვს შენ მეუბნებოდი წამოდიო ბოლოს და აი დგა ხარ და შენ ხარ და მარტო ის ქმნილება და უყურებ და სიამოვნებელს და აქ აი რაღაც ბაზარში ვიყავი მეგონა და ამ Sixties კაპელას გავხედე და თან მოძრაობდა ვერ გავჩერდი ერთ ადგილას რომ ეს დავდგარიყავი და მეყურებინა აი გამიჭირდა რა იმდენი ხალხი იყო მაგრამ ნუ ძალიან ლამაზია მაგრამ ნუ აი ეს გავლით შევხედე რა ფაქტიურად ხო არა შთამბეჭდავი არის რა მოგეთ ალბათ ეს აი კონკრეტულად მუზეუმების სანახავად მინდა ზამთარში უნდა წახვიდე რა მე ქალაქში სასიარულოთაც ზამთარში შევდია სიმართლე გითხრა ნუ შეიძლება აი ზამთარში ისეთი ცოცხალი აღარ იყოს ეს სუგარეთ კაფეები და რაღაცეები რო არ და სტრიტ ფუდი და რო ჩქეფსი ცოცხლები ქუჩებში დადიხარ შეიძლება არ ვანაყოფი ხა ზამთარში მაგრამ შეიძლება ეგრე აღარ იყოს და ეგ მუღამი დაკარგული კონდეს მაგრამ მუზეუმები ალბათ აი ესეთ პერიოდში უნდა წახვიდე რა თუ მუზეუმები გაინტერესებს რა გიო დაიწყო კისერზე რა გიხარი ხო აი აქ ხა გიყვი მაგას მაგრამ კარგად არის ის და ეს არის ბორგესის გალერეა ბორგესის გალერეაში წავედით და რამდენიმე მეგობრის რჩევით დავამზადეთ ასეთი პრეს კარდები რომ ჩვენ ვართ მედიის წარმომადგენლები და ასეთი ცნობა თუ გაქან ბარათი ან რაღაცა გიშვებენ უფასოდ ამ მუზეუმში და მუზეუმში შესვლა ღირდა 50 евро მეგონი ადამიანზე ბილეთი და თან sold out იყო ანუ ვერ ერთი კვირით ორი კვირით ადრე ცადეთ რომ ვიცოდით რომ ჩავდიოდით რომ აგვიღო ბილეთი და აღარ იყო ამ რიცხვებში და მე რამდენიმე მეგობრისგან მქონდა გაგებული რომ ესენი მუშაობს და დავამზადებინე ეს დიზაინი მე გავაკეთე ამ კარდების ფოტოშოპში შევედით უკვე შევედით კონც უბედნიერესი არ ჯერა რომ ხანდრო ბორგესის გალერეაში მინდოდა ყველაზე ძალიან შესვლა იმიტომ რომ რისი ნახვაც მინდოდა იქ იყო მოკლედ ყველაზე ხო და რომ შევედით ეს ბილეთიანი ხალხის დიდი რიგი იყო და ჩაუვარეთ ესე მივედით სალაროსთან ვაჩვენეთ ესენი და შეგვიშვეს მაგრამ ნუ შიგნით რაც ვნახე აი ხა ეს ნახატი მაგალითად მართლა გეგონება რომ ფოტო კი არა მაგრამ ამდენ ადამიანს უყურებ ისეთი რეალისტური არის რა აი ისეთი მაგარი ნახატებია და აი ეს ბევრად მაგარი მუზეუმია ბერლინის ნამუშევარი რომელიც ნახოთ მინდოდა ძალიან და რა თქმა უნდა არ აღიქმება აქ როგორი სილამაზე მე აი ამ ქმნილებასთან ვიდექი რამდენი ხანი არ ვიცი აი აქედან იქიდან უკნიდან წინიდან გვერდიდან და უსასწაული ნამუშევარია აი გაცაოცარია რა თან ხო უცნაურია რომ აი ფერი ხო აი რა თეთრი არის რა და ამ დროს როგორი ცოცხალია ნამდვილია რა აი რამხელა რაღაცა დევს რა რომ წესით არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა თეთრი ქვა არის რომელიც აბსოლუტურად სულო უნდა იყოს რა რაღაცა არაფერი მაგრამ აი რო უყურებ ისეთი ცოცხალია აი როგორ ეხება ხელი ფეხზე ხო რო უჭერს და ჩაღლოება რა გეგონება ნამდვილი არსება არის ხო და აი ძალიან ნერვების მომშლელია რომ არ აღიქმება ესე ვიდეოს აი როგორი კარგი ხარისხითაც არ უნდა იღებდეს ტელეფონი თუ ფოტოაპარატი თუ რაც არ უნდა იყოს ის იმას კარგავს რა აი რო გადაიღებ ის აღარ არის всё ხო ეს კარავაჯო ხო ესეც როგორ შთამბეჭდავი ეხა რო უღებ სასწაული აი ეს ეხა მართლა რა ვიცი აი გეგონება რომ ძალიან მაღალი ხარისხის ფოტო აპარატი გადაღებული არის ხილი არის ისე დახატული ნახე რაღაც რეალისტურად და არ ვიცი მაგრამ ფოტო აპარატზე მეტი არის ხო მაგრამ აი ეს არის აი ეს დარბაზი რამაც მე დამშოკა რა ეს არის ხო ეს არის ხატვარი მარიანო როსი აქამდე გაგებული არ მქონდა ვინც მოხატა ეს ჭერი ამისი და ეს არის მე-18 საუკუნე და რაღაც რომის დაარსება არის გამოსახული აქ. მითოლოგიის პერსონაჟები. ხო, ნახევრად მითოლოგია არის, ნახევრად ისტორიული პიროვნებები და აი ეს ნუ ეს ქანდაკებებიც ხო არის, მაგრამ აი რო დგახარ აქ და აი ამ რაღაც უცებ რომ შევედი არ ველოდი და ეს რო ავიხედე. თან ესეთი რაღაც მომრგვალებული ჭერი არის, არ ვიცი, აქვია მაგას ისტორიული ტერმინი როგორ იქნება, გუმბათისებური არის თითქმის რა და გონია რომ მართლა ხდება რასაც უყურებ გონია რომ ცაში აიხედე და მართლა არის ეს რაღაცნაირი აი რო დგახარ და იქ უყურებ
მოკლედ ხელოვნების ნიმუშს თუ ქმნილებას ესეთი ეფექტი ჩემზე არასდროს არ მოუხდენია, რაც მაგან მოახდინა იქ რო ავიხედე. აი პირდაპირ შორ პირღია რო დარჩები და რო დაგავიწყდება სათხარ და რასაკეთებ და უბრალოდ რომ მიაშტერდები და აი რაღაცა მარტო იმას რო ხედავ და სხვას ვერაფერს, აი ეგეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და თან არ ვარ დიდად მხატვრობის მოყვარული და მცოდნე და რო ვერ ყვეოდი ამაში ან რაღაცა რენესანსის ხელოვნებაში და რაღაცეებში, რომ მაგის გამო, ანუ უბრალოდ ოდნავ მაინც რაღაც ხელოვნება თუ გაინტერესებს და რაღაცა მოგწონს, მგონია რომ შანსი არ არის რომ არ გავოცდე მაგას უდა ნებისმიერ ანუ გულგრეს ვერ დაქტოვებს რა ვერც ხო რა, ანუ მაგ დარბაზში მართლა სამჯერ შევბრუნდი. დღემდე მახსოვს, აი შეგრძნება მახსოვს რომ უყურებდი ამას ან რა ფერები არიან რაღაცა, არ ვიცი რა. ანუ სიტყვები ამ ყოფნის არის ლექსიკონი არ მაქვს ისეთი მდიდარი რომ ეგ ავღწერო ეგ შეგრძნება რაც აი რო ვიდექი და უყურებდი. ფენტეზი ფილმებში რო სამყარო არის ხოლმე ამაზე და უცებ რაღაცა აღმოჩნდები ღრუბლებზევით იქ კიდე იყო მე ეგეთი ეფექტი. ხო ღირდა, ასე იგი. კი, აი ასარჩევა თუ გაქვთ, მე ჩემი რჩევა იქნება რომ ვატიკანი თუ ბორგესი თქვა ცოტა დრო გაქვთ არის საწახვიდეთ ბორგესის მუზეუმში დაით აუცილებლად. წვეთავს. ჩამოვარდა ის სად როგორ ითხრა? დაითხოვა. აი. ესე იგი ახლა ველოდებით, როდის დაგხატავენ. ასობაში ჯელატოას ვჭამთ. ვარ ბორგი. და სხვადასხვის ახლა ამ კადრებში ჩანს ჯელატო. ჯელატოს რომ ირთმევს გვანცა და ჯელატო არის ცოტა სხვანაირი ნაყინი არის რაღაცა რძის პროდუქტი, რძის გარეშე კეთდება, ხო? მე მგონი ხო, იმიტომ რომ რაღაცა მსუბუქი არის უფრო რა, რაღაცა ხილის ხო, რაღაც სხვანაირი იყო აშკარად, ძალიან გემრიელი და მსუბუქი იყო და იტალიაში ბევრ ადგილას წერია ჯელატო და ჯელატერია აწერია და მიდიხარ და მაინც ჩაოლებრივ ნაყინს გაძლევენ, რომ ჯელატო მომეციო რა, იმ სინჯავ და ნაყინია, მაგრამ ეს ბორგეს წინ არის ბაღი და იქ იყო ესეთი ისა და ჯიხურით რაც ვქი ამას და ეს იყო ნამდვილი ჯელატო, და გასხოვდება. და აქ ხატავდნენ და სანამ დაგხატეს ესე ხო, რაღაც პატარა გოგოები ისხდნენ და 10 ევროს რომ იცოდნენ და გახატავდნენ თუ რაღაც. რას შევიგეო? ხელი დაადეო. ეს დაატრიალიო, ესა ლეონარდო და ვინჩი. ესეთი. ასე კი, ესეთი რაღაცა გამოგონებია, რომ შეგეძლოს თან სიარული და თან დაკვრა. მოდი ვიყიდოთ ეს. თან მივიდი და თან დავკვრა. ეს არის დავინჩი exhibition, ესე ქვია ამ ადგილს და კიდე ყოფილა დავინჩი experience, ანუ მეორე მუზეუმი. და მოვედით და ეს არის დავინჩის გამოგონებების რეპლიკები არის და რაღაც ხო, და ნახატებისაც. ხო, ნახატების და შეგიძლიათ ხელით შეეხო ამ ყველაფერს და ბევრ რაღაცას. ყველაფერს არა, მაგრამ ბევრ რაღაცას ხელით შეეხო და შენით გატესტო როგორ მუშაობს რაღაცა ხმის გამოგონებები. ხო, და ძალიან კარგად იყო კიდე ეს ვიზუალიზებული რა, ეგეც არის ეს ისა. ხო, ისეთი არ არის რომ აღფრთოვანდე, მაგრამ ნუ დრო თუ გაქვს შეგიძლია შეიარო. ხო, ეს არის მისწასიერად ხმა იქ, რასაც ვლაპარაკობ, აქ რიგზე ვლაპარაკობ, რომ მუზეუმის რიგში არ მდგარ ვარ თქო, ყველგან ისე შევედით ურიგოთ და ეგ ჩავაყენე ამ რიგში და ეს არის ცნობილი ტირამისუ იმისი რომში two sizes ქვია. ხო. და მართლა ღირს ამ რიგში ჩადგომა, მალე გადის რეალურად რიგი. და როგორ აღმოჩნდით გახსოვს? შემთხვევით სრული, ანუ აქ მინდოდა მოსვლა, სადაც იტალიაში წავიდით, მანამდე მაჩვენებდა Instagram-ზე, ამდენჯერ მაჩვენა, რომ აი ამ ადგილას იქნება მოხდეთ და ცნობილი ტირამისუა და აკრა მიხარია. მინდა ამის გასინჯვა და ამბავი და დავდივარ რომში დავბოდიალობთ და რაღაცა ერთ ადგილას დავინახეთ ეს. ეს არის ფეხბურთის დღე არის რა და სანაყინე ტირამისუ მეორე ადგილას დავინახე და გვანც რა ვის ადგილი ნეტა სად არისო? მოიცა სახელი გავიხსენო რა ქვიაო და იქნება ახლოს არის სადმე უბანში და მივიდეთო. და გამოვიღა ტელეფონი Google-ის map-ზე ჩავწერე two sizes და ანუ უკან იყო, ანუ ეს მოვტრიალდით და დავინახეთ მართლა ეს ანუ სადაც იქ აღმოჩნდით შემთხვევით ყურადღება აღარ მივაქციეთ წარწერას მაღაზიის თავზე და
ზუსტად იქ ეს მოვტრიალდით და შევედით და ჯავეთ ეს რა ამხელა რა არის შანსიო რომში ეს შემთხვევით იქ აღმოჩნდეს რაც გინდოდა. აქ ლიმონჩელოებს ვაგემოვნებთ. ხო, ეს ლიმონჩელო აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ეს მაღაზია იყო, სადაც ეს ოჯახი ამზადებდა თვითონ და თვითონ ყიდიდა ეს არ არის ქსელური წარმოების და ხო, ანუ homemade ისინი არის ლიმონჩელოები. ეხლა გამახსენდა ის გემოები, არის ეხლა ეს როგორც აუყურეს მარწყვის ლიმონჩელო, ნესვი, ჩვენი საყვარელობთ ნესვი. მელონჩელოსაც ეძახიან. იყო ფისტაშიო, იყო ყავა, იყო რა ვიცი, ბევრი რაღაცისგან გაკეთებული. ლიქიორი არის. ოღონდ ორნაირი არის რა, კრემისებური არის, აწერე კრემადი, რაღაცა მელონ და რაღაცა. კრემის ლიქიორი და ლიმონჩელო. და ნუ არის აი ის ცოტა თხევადი, ეს ცოტა სქელი. ოღონდ მართლა როსვამ აი დესერტი არის ჩვეულებრივი რა, აი ალკოჰოლურ დესერტს. თბილის სასმელები ვისაც გიყვართ, არის უგემრიელესი რაღაცა არის რა. ეს მიმაქ ოფისისთვის რა. ხო, ჩვენთვის ვიყიდეთ პატარებში. ხო. აი თმა კიდე მოვარ. ჩვენთვისაც ხარ ვიყიდეთ ეს პატარა მარწყვა. არ მინდა. რამდენი ვიყიდეთ გავსწრებ. ой, ძალიან გემრიელი იყო ეს მარწყვა. ესე იგი მოვედით აქ. ჩაგვირთ ეს ფეხბურთი, აუწიეს. არც ყაყანია, არც. შემთხვევით მოვეცინე. ხო. ჩვენ ეგრევე ვიმარიაჟეთ, რომ სპარასტელია თამაშობს ქართველები. აჰა. შემიძლია თქმა მუშაობ კვადრატ ვიზავს ისევ რაღაცას. აიმე. ერთი. აიმე. ხაზრული. მაინც მივიდა პენლებამდე, ხო? რაღაცებს შემოვიდნენ უყურებენ. ჩემთვის ხდება მარტო იმიტომ რომ ხუჩანი ისწავლეს. იქ ნახე, პანჯარაში რა ხდება ნახე. Left or right? Right. კი. უეჭველი. უფ. წავედი. გავაგზავნეთ მოდიალი. Pistachio. Hazelnut. One hazelnut, one pistachio gelato. Large. Large. ეხლა არის დილის 9-ის ნახევარი. ვიდივართ ტრევის ფონტანის სანახავად. ტრევის ფონტანი იღება 9-ზე. ხო. ვიზიტორებისთვის და პაციენტებისთვის. მანამდე შეგვიძლია მიხვიდე და ისე თვალიერე რომ ბევრი ხალხი არ იყოს არცული გადაიხადო. ამის გამო ავდექით 7-ზე. 9 საკლია 15 და მოახერხეთ გამოსვლა მეუბნიდან. მემზადებული რა მაკიაჟი რაღაცა კაპა. როგორ მოახერხე. ხო და ფონტანთან მინდა ლამაზი ფოტოს გადაღება. და გორდანტული ყავი ასე ლამაზი კაბაჭო ვიცი და ამასობაში დამაგვიანდა. რა ხშირად არის ასე რომ მოგვიანებ ხო? არასდროს. მოდის ავტობუსი. დილის რომი მაინც ხო არის რა. შენ სულ გიყვარს. კვირა დილისთან. ხო. მოვიდა. ხოთი მიდის ტრევის ფონტანთან. ვიცოდეთ. საიდან არ ვიცი, ჩვეულებრივად ბარათით შეგიძლიათ გადახდა ავტობუსებში. რომში. ხო, რომში. ეხლა როგორც თქვით, ზაღან ტრევის ფონტანისკენ მივემართებით, დილას რაც უფრო ადრე წახვალთ ტრევის ფონტანისკენ, მით უფრო კარგი სიტუაცია დაგხვდებათ. ჩვენ რომ მივედით, უკვე იყო ხალხი. მაგრამ იმ რაოდენობით არა მოხდა. ალბათ 20 წუთით მივასწარით. ხო, იმიტომ რომ აი დაიწყო მე რაც მოხდა. მოვასწარით, რომ ცოტა ხანი ვისიამოვნეთ რა, ფოტოც ლამაზია. ხო, ფოტოც გადავიღეთ და რიგში არ მოგვიწია. აი ეს კადრებში ცოტა ხალხი არის. კი, ცოტა არის მართლა. უფრო შეგიძლია ხა ჩვენ კი ვამბობთ რომელზეც მივედით, მართლა 8-ზე რომ მიხვდი, 8:30-ზე დილით რომ მიხვდი აქა, აი ძალიან ცოტა ხალხი იქნება. ხო, ანუ აი უკვე მოგროვდა რა ხალხი. რომ მივედით, ანუ რიგში დგომაც არ მოგვიწია ძალიან ცოტა ხანი. ხო, ეგრევე შევედით. ცოტა ხანი ვისხედით კიდეც, მაგრამ აი ერთ არ ვიცი 25-30 წუთში ისეთი ამბავი დაიწყო რა. კი. ძალიან დავქრივა. კი და
მე ბევრი ეკითხებოდა გვანცავს რომ ესეთი ფოტო როგორ გადარავინო არ არის. როგორ მოახერხეოდა? ესე იგი, პატარა რჩევა, ვინც არ ყოფილა რომში და ტრავის ფონტანი არ უნახავს, რაც შეიძლება ადრე მოდით დილას. ახლა ჩვენ მოვედით 9 საათზე, 10 იყო დაწყებული. ხალხი იყო უკვე ბლომად, მაგრამ აი რიგში საერთოდ გავიართ, გადავიხადეთ და მაშინვე შემოვედით ფოტოც ძალიან შემოვედით. შიშარა იყო. ფოტოც ძალიან წყნარად და ისე გადავიღეთ. არა. არავინ არ გვიფარებოდა და ხალხი არ გვისყიდა ხელს და ცოტა ხანი ვისხედით, ვისიამოვნეთ. და თახ. ჩემი ისა. აუ ეს რა ცუდად სიმციმებს. ო, შენი დასტოენია, ეს ნახე და თახ. ეს არის პანაკოტა, ეს არის რაღაცა. ხო, იქვე ტრევის ფონტანთან ძალიან ახლოს არის კიკოს მაღაზია, სადაც გრავირებას აკეთებენ. აკეთებენ ორნაირ გრავირებას. შეგიძლია სახელი დააწერო და დააწერინოთ და კოლიზეუმის გრავირებას აკეთებენ რა, ეს სამახსოვრო. ესეთი კარგი ეს არის რაღაცნაირი სუვენირი ვით გამოდის რა. და ესე სოფოსთვის და თიკასთვის გავაკეთებინა ესეთი გრავირება, სახელი დავაწერინე და ჯერ არ მიგიცია ხო? ესა, ხო, არა ჯერა. კაიტანია. და ხო, აი ესეთი კოლიზეუმი და ორიგინალური სამახსოვრო რამდენი საჩუქარია. ხანია ჩამოვედით? 5-ში, 5-ში კვირა. ო, ეს წირვა კვირა დილა არის და წირვა იყო და ორღანზოყავენ ეს ფახის shipmate დამავიწყდა სახელი shipmate safely grace ძალიან მაგარი ნაწილი აი გამბუძგლა რა ისინი თან ესეც სივრცეში რა უსმენო საერთოდ კაპიტოლინში ავტობუსში ვერ ჩავსხედით, იმიტომ რომ კვირის გამო არის ესეთი ამბავი ველოდეთ არ მოვიდა. თუ გაფიცვის ბრალია, არ ვიცით. რაღაც გაფიცვაც არის, ხო? მეგონი მორჩა. ორი დღე ვიყო, გუშინ წინ და გუშინ. ხო და გადავწყვეტეთ ფეხით წასვლა და ისევ ჩვენი პრეს კარდების იმედზე ვართ, იმიტომ რომ აქაც ვერ ავიღეთ ბილეთი. და ნახოთ იმედი აქაც გაჭრის. აქედან უკვე წავედით კაპიტოლინის მუზეუმში. ეს არის რაღაცა კაპიტოლინის ბორცვი ქვია. ხო. რომი რაღაც 7 ბორცვზე არის თუ რაღაცა და ერთ-ერთი არის ეს. და რა თქმა უნდა, ესე იგი კაპიტოლიში არის უძველესი კანდაკებები და ნამუშევრები რომის. ხო, ეს არ არის ყველაზე პოპულარული მუზეუმი, მაგრამ ერთ-ერთია და ნუ ის ადგილიც ლამაზია სანახავად, სადაც ეს მუზეუმი დგას და ლამაზი ადგილია ნახავთ კადრებშიც, მაგრამ ეს ცნობილი ისა, ორიგინალი. კაპიტოლინ ვულფ ქვია მეგონი მაგას თუ არ ვცდები. ხო, და აქედან ეს ხედიც არ ვიცოდი, აქედან თუ იშლებოდა შემთხვევით. ხო, უცებ გამოვედით, ანუ სარდაფში ჩავედით. და სარდაფიდან რომ მოვედით, უცებ ეს ფორუმის ეს ხედი გაიჩითა. და მე აქედან ეს სერიალი ტრანსპორტი არ ჩავი. აქედან ალბათ 1 საათი ვიარეთ. მეტი. ავტობუსები რო ახსენეთ და მეტრო და ყველაფერი რო კარგად არის ორგანიზებული, რა თქმა უნდა, ჩვენ რო ჩავედით რომში ის 2 დღე რო ჩავედით 1 დღე და მეორე დღე მძღოლების გაფიცვა იყო და შეზღუდული რაოდენობით მოძრაობდა ავტობუსები და მესამე დღეს იყო რაღაცა ჯირო d'Italia თუ რაღაცა ქვია ველორბოლა იყო ცენტრში რომის და საერთოდ ყველაფერი ტაქსსაც ვერ გამოიძახებდი და აქედან კაპიტოლინიდან კოლიზეუმამდე ვიარეთ მარტო 1 საათი. ეს რა გახსოვს რამ ხელზე იყო. წავედით აქტიური დასვენებიდან პასიურში. მეტი პასიურში. დღეიდან მარტო ზღვა სანაპირო და ჭამა. მუზეუმები. ჰა? მუზეუმები. მუზეუმები არ არის. ძალიან კარგი.
10 წუთით ადრე გასვლამდე დაიწერება საიდან გადის და აი სტარტზე. ხო, და თავპერი უნდა იმტრიო და ეძება პლატფორმა. ანუ პლატფორმა დაეწერება 10 წუთით ადრე გასვლამდე. აი 11 წუთით ადრე არ წერენ, აი 10 ორ დააგდება. ხო, გეგონება ისეთი ზუსტები არიან ყველაფერში. ხო, ეს არის იტალო. მოვასწარეთ. ექსტრა ესაა ჩვენს მატარებლად. კი, 300 კმ/სთ დადის, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფ მატარებლად ითვლება. დამაინტერესა რაღაცები და დაგუგლე მაშინ მატარებელში და top 10-ში შედის რაღაცა 450 კმ დადის რაღაცა იაპონიაში. ხო. ეს იტალიის სწრაფ მატარებლად ითვლება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი. წვრილესი ლიფტი 0 ალბათ ხო? რა ის არის მართლა? ცოტა ისეთ ბოდიბილდერი ვერ შეიძლება, ხო? თუ გაგიჭირდა თუ აი ნომერზე დაარეკეთო აი. ხო, მოკლედ წავედით სალერნოში. სალერნოში ასე ვთქვათ, ბაზა დავიდეთ, დასწროს ნომერი გავიღეთ, იქვე არის პორტი და იქიდან მე შეგვიძლია გვენახა პოზიტანო, კაპრის ადგილები მოგვენახულებინა რაც გვინდა და ბორანით ძალიან მარტივი არის. ეს ისეთი საოცარი პატარა საყვარელი ქალაქი გამოდგა სალერნო. მეწონა ხო. სიმართლე გითხრათ სალერნოში რომ ანუ მატარებლიდან რომ ჩამოვედით, რაღაცა უცებ რატომღაც ისეთი თავისუფლება შემოხდა რომ ეს რა საშინელ ქალაქში ჩამოვედით თქო. რაღაცა სუნი იდგა რა იმაში სადგურზე. ხო. მაგრამ აი ალბათ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია, რასაც კი მიმოგზაურია. სალერნო. ვისაც ისე ეკონომიურად გინდათ ჭამა სალერნოში. აი. გემრიელესი რაღაცები, აი ესე ჩავგვილაგეს. და დასარევი სენდვიჩები. ეს ხვალისთვის ვიყიდეთ, მაგრამ ისეთ სუნი აქვს ალბათ ყველამდე ვერ მიატანს. ხო. და ამასთან ერთად ესეთი უგემრიელესი აპეროლები. აქცია არის იჭქვით. რა მოლოდინებიც ჰქონდა და წარმოდგენებიც იტალიაზე აქამდე. ხო. ჯერაც ნახე რომიდან, სალერნო ეს არის კაი, დროებითი გაჩერება, მაგრამ იმას ქნა. და რომი ვიცოდი რომ მომეწონებოდა. მოგეწონებოდა როგორიც წარმოგედგინა ისეთია? ხო და აი რაღაცებში უარესი მეგონა იქნებოდა და უფრო კარგი არის და რაღაცებში პირიქით რა. აი მაგალითად ახლა ხალხი ქუჩები, აი ეს წესრიგი რაღაცა, მაინც მეგონა რომ აი ევროპა არის რაღაცა, მაგრამ აი არაფერი საერთო არ აქვს სხვა ევროპასთან ამას რა, აი პატარა არის, უბრალოდ ერთი დიდი საგიჟეთი არის. აი ხალხი რანაირად იქცევა, მანქანები რანაირად დაყავთ, პარკინგი, ქუჩაში წესრიგი, სისუფთავე, აი არის რა ვიცი, კოშმარია რა. მაგრამ აი არქიტექტურამ და ქალაქმა და აი იერსახემ და მუზეუმებმა გადააჭარბა მოლოდინს და რაღაცა სასწაული და საოცრება არის. ალამაზია. და ხო, ხალხიც, ტურისტები ბევრი არისო რა. ვატიკანზე ვერ იტყვი. არა, რას ლაპარაკობ? ვიდეო მაგ გადაღებული იმ დერეფანში ცარიელი რო არის რა, ეს ქანდაკებები რო არის და მაგ დერეფანში ვიდეო მაქვს ნანახი, აი ვერ გაივლი რა ისეთი. აი მუზეუმებზე რო ლაპარაკობდი და ვატიკანზე უცებ გამორთო ტელეფონი და რატო შეწყვეტე მომპესდაო. ესე შუაგზაში იმის აზრი გაეწყდა მობეზრებოდეს ასე ლაპარაკობდა მე არ მინახე. კოქტეილები წყალდება. ხო და აი სალერნო ავრის მე ძალიან მომეწონა რაღაცა არ არის ბევრი ტურისტი მარტო იტალიელები არიან. ბევრი ტურისტი კი საერთოდ არ არის. არავინ. აი ეს დადიხარ ძველებური აი სუბთა სტერეოტიპული კლასიკური იტალია რა წარმოგიდგენია ფილმებიდან. კი. აი ეგეთი იტალია რა, აი ზუსტად გეგონება ეს სალერნო არის დახატულია და გადაღებული ყოლა. დღეს დილით ძახდა რომ უკვე ბევრი პიცები და რაღაცა ვჭამეთ. ეკონომიაზე გადავიდეთო რომ აი რაღაც სენდვიჩები ვიყიდოთ ხოლმეო და რაღაცაო და ბევრი ფული აღარ დავხარჯოთო და აი ესე დადის და რამდენი ესეთი მაღაზია ნახა. ქვიშის საწყიდულობ და 20 ევროზე ძილს გავაჩერე. მაინც ხო იყიდებ ფუძისად პატარა ვიყიდე. ხო, 8 ევროიანი ვაყიდე. აი რა, აი ხამის ყიდო თუ გინდა. ლამაზია. ამას
მანქანა მოდის გამოიწია. აჰა, ღია იპოვა ასეთი. აი, მოდი. აჰო, აქ რა ხდება შეხედე. Però se la forma è quella, რაღაც ეთყობა აქ პოპულარულია ეს ხელოვნება ხო, თუ რაცა. ზოგადად ეს თიხაზე და კერამიკაზე და იმაზე მუშაობა ძალიან ის არის აქ რა. ძალიან საყვარელი პატარა სახლები და რაღაცები იყო გაკეთებული. ხო, ამ მაღაზიაში გავატარეთ 1.5 საათი ალბათ. კი, და მე კურიოზი მოხდა ხა იქნება ცოტა ხანში. გეოდამცინოდა რომ ვანცა თუ დაკარგეო უცებო უახლოეს აი რაღაცა დებილურ მაღაზიაში შეგიძლია იპოვო დამცინოდა. ხო, შენ ჩაწერას რო ვიწყებდით, ხელი გაკრა და აქ რაც პატარა კაც უნდა იყიდა, გადავარდა და გავუტყდა. ეხა ნახევარი საათის წინ. ო, კაი, რა სასაცილო, აი როგორ მომეშალა ნერვები. ნუ რაღაც დავაწებებთ რაღაცით და რა უშავს. იქ შიგნით კაცი არის, არ ვიცი ჩანს თუ არა ახლა. ხო, 30 წელია ის მაღაზია, რაც გახსნილია და ამებს ვაკეთებთ. ჰა? ხო. ეს ხო ის თიხა. ხო და მაგიტომ ხა დელიკატო. ხო. საერთოდ ერთი სიტყვა არის და ის ინგლისურად. ხო. რაღაცა მაგ აი ცარიელი ეს ძალიან ხედები და მე მოვსვიდე ეს და არაფერი არ დეში. просто ფურცლები მოგცა? ხო. შევა ლაპარაკში გაერთო და დავავიწყდა. ან ეგეთი ის არის ჯადოსნური ქრებიან რა რო ყიდული. და ისე ვიქიდება ეხლა თაროზე რომ ბრუნდებიან. არა ეგ აფერისტობა იქნება ჯადოსნურში. 30 წელია აფერისტობს. და ყველა აქ აღმართი არის რა და მე ყველა ეზარება მობრუნება. აი ეს არ გადამიღია, მაგრამ იქვე იდო და და მე ცხოვრობდი რომ ვიფუთავდა და მეც გავერთე ამ ლაპარაკში. რა ლაპარაკში გავერთე არ ვიცი, ინგლისურად არც და იტალიურად მე ლაპარაკი. და ეს ძალიან ფრთხილად ისე იმასა და დამისტოპლერა და ეს მომცა და დელიკატო. მეთხრა და მეც ძალიან ფრთხილად გავარდი და არაფერი არ იტო. ხო და ნუ ახლა მომცა იქვე ედო რომ მივედით მაშინ. ეს ის ვიღაც არ მინახავს ასე. რანერ სევდიანის კამებია. აქ ბევრად მოვლილი ისინი იყო. ხო. ქუჩები და სკვერები ვიდრე რომში. გემრიელი საჭმელი, ძალიან ლამაზი ქუჩები. კი. იაფი. ეს რა როგორი ადგილი იყო ეს სკვერი? ხო. ახლა ის ამ სიმაღლეზე იყო, მონასტერი იყო რაღაცა. საათი. ძალიან. ზედავით. კიდევ წავიდეთ. მოკეთ ჩვენი გამოცდილება ესეთია, რომ ბორანით არის ძალიან კომფორტული, სწრაფი და ლამაზი მოძრაობა ამ ამალფის სანაპიროებზე რა. ეხა არ ვიცი მანქანით როგორი იქნება, მაგრამ მე რასაც უყურე პოზიტანოში მე პირადად რა ხდებოდა იქ ქუჩებში. ხო. არ მგონია რომ კაი აზრი იყოს ამ პერიოდში რა. იმიტომ რომ უკვე ძალიან ისეთი დატვირთული მოძრაობა არის და შეიძლება საცობში, ანუ თუ გაიჭედე საცობში, აი შეიძლება თელ დღე ხო, ეს დააწვილი ზოგი ადგილი არის, რომ აი ორი მანქანა ერთად რო ვერ გაეტევა ეგეთ. და თან რავი ძალიან ლამაზ ხედებს უყურებ. ხო, ისვენებ. გიბერავს სკატერი რავი ზღვაში მიდიხარ ლამაზი ხა. სალენოდან პოზიტანამდე დაახლოებით 1 საათი უნდოდა. და ჯერ პოზიტანამდე არ მისვლა და რაღაცა მაიორი, მინორი, ამალფი რაღაცები ახლა რაც უყურებთ, ალბათ 10 ეგეთი დასახლება უნდა გაიარო და დასათვალიერებლად ლამაზია ძალიან რა. კი და თან აი მშვიდად რა მოძრაობ, გიბერავს კარგად სიგრილეში, ცოტა კი დავისიცხეთ მაინც, მაგრამ შეგიძლიათ ქვევით დასხდეთ და ხო, ორსართულიანი ბორანები არის და
ალი კოსტის ის არის ეს რა და შეგიძლია ხო და კიდე პლუს რაც უფრო ადრე ადგები და გახვალ უკეთესია ვისაც საკლებად დაგაჭერს მაგათ ჩვენ გავდივდით 8 და 40-იან იმაზე რა ქვია ისე და კიდე 7 საათიც იყო ეს ეს პოზიტანო აი ხარა ივლისს სულ აღმართია ან როგორ რა ღირდა ფუდი 150 აი ესეთი პლაჟი არის და გაგვიკვირდა რომ რატო არავინ არ წევს ამ პლაჟზე თქო და კაცს შესვლა 150 евро აი აქ 150 евро ის ღირსებია ნომერი რესტავრაციაში აქ პოზიტანოში აქეთ არის 50 евро კაცზე პირველი რიგი მეორე რიგი 45-ია no pleasure ხო მაინც დილით უფასო სანაპიროზე მოშკენ გავიდით ნახევარსად ჩავედით იმიტომ რომ ჯერ კიდე ადრე რო იყო ხალხი არ იყო ბევრი რა და თავისუფლად დავწექით რა არ იყო მაგრამ მე რო დავბრუნდით უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყო და მე მაინც მოგვიწია გადახდა ახლა გვექრეს სხვა გზა სხვა დილე არ იყო შევაჭრეთ აუცილებლად იმიტომ რომ 15 ევროს ისე დააკლებენ როგორც არაფერი იმიტომ რომ 10 евро ისე დააკლეს აი რა ნახდა წინადადება არ ქონდა გიოს დამთავრებული და ვინ არის მეტი უნდა მეთქვა რა ხედია ესე იგი რომ ჩამოვედით ცოტა შოქში ვიყავით იმიტომ რომ ჯერ ხო იმაზე დავისიცხეთ ბორანზე რო ჩამოვედით, ნუ ეგრევე კი ჩავხდით წყალში, მაგრამ მე მალევე გადავწყვიტეთ ბოდიალი და სეირნობა. აი ესე იგი დავისიცხეთ, ვერაფერი ვერ ანუ ვეღარ ვაზროვნებით, ვერ ვიპოვეთ რა ჩამოშენო. რაღაც ჩაერთე შენს. ხედი მომწონს რა, ისი ლამაზი ეს არის კადრია. ხოდა აი გირჩევთ რომ აქ ჩამოსვას ვაპირებ. დონ ჯოვანი ქვია ამ ადგილს. ისე რომ აი ჩავალ და იქ რამეს ვიპოვი, მაგის იმედზე ვიყავი და 3 საათი ვიარეთ ზევით ყვი და აი ისეთ ადგილებში დადიხარ. ის არა რომ გავივლი და რაც შემხდება, ვერ შვები ეგრე და ანუ არის ძალიან ისეთი ადგილებია. ნახეთ და ეგრევე წამოვიდე. ქუჩაში არის ესე რომ აიღებ რაღაცას და გადახვალ მეორე აი კაც ჩანს რა. ესე და შუა ქუჩაში ზიხარ ფაქტობრივად რა. ხო და არ არის მაინც და მაინც. იმას უნდა გავუძლო დაჯახებას ახლა. ხო. მოპედების ხარასტოჟდები გავუძლო. ხო და ისა მოკლედ ეს ადგილი ძალიან კაია და ძალიან ხიარული სტაფი. რეკომენდით რა. ლამაზი, უბერავს კარგად. ცოტა ძვირი კი არის, მაგრამ ისეთი არაფერი რაც გაგაკვირვებს აქ რა, სასწაული ფასებია. მე ჩავიდეთ ისე აი ამ ზღვაში. ძვირია, ძალიან ძალიან ძვირი. ეს რა არის ლემონ სორბეტი თუ რაღაცა ქვია კი, მოაქვს ჩემთვის ესეთი ლიმონში აკეთებენ რაღაცა დესერტს და გემრიელი მოდებით ჩასხდავას შემდეგ გაჩერება ხევარი კაპრი ჰა შემდეგ გაჩერება კაპრი აღარ შეიძლება ცოტა დღეს პირდებიან რომ სანდერსტორმი იქნებაო ალბათო ჩვენ მაინც არ შევუშინდით მივდივართ დასვენება ისე გამოგვივიდა ის დღეს ალერნაშიო ჩამოვედი მაგრამ რა დასვენება იყო რამდენი ბევრი აიწყო ჩასხდომა არ ვიცი რაზოს არ იკეთებ და სულ ესეთ მოჭყული თვალებით ერთად იყო ოზა უყურეთ ესე ვაწუჩი ხო, სალერნო და კაპრიმდა 1-2 საათი დაჭირდა ბორანს. ხო. მაგრამ ნუ აი რო ახლობდები უკვე შორიდანაც ძალიან ლამაზია ეს დგომი კუნძული და კაპრი არის ზღაპრული კუნძული არის მართლა რა, საოცარია და აი ყველას გირჩევთ რომ აი ოდესმე ამ სანაპიროებზე თუ მოხვდებით, აი კაპრი არ გამაზოთ, აი რაღაცები შეიძლება არ ნახოთ. მაგრამ აი კაპრი უნდა ნახოთ რა. კი. ეს ჩემი პიცა მაშინვე ბორანიდან ჩამოსული არ ვიყავი აი რაღაცა ცნობილი და რუკაზე რომ დავხედე Google-ის რეიტინგებით იმოშობით ხოლმე ვარჩევდით რომ ვიერთებს და მაგალითად რეიტინგი ქონდა
ხო, აქ იყო ეს მნიშვნელოვანი ამბავი ბლუგროტოზე წასვლა. ბლუგროტოზე ჯერთი ბორანით რომ მივდიოდით კაპრიზე, ერთი აფერისტი იტალიელი იყო იქ, რომელსაც თავის ტურები ჰქონდა და ბლუგროტოზე არც იფიქროთო წასვლა. ზოგადად ესეთი ხანში შესული სანდომიანი გარეგნობის კაცი იყო. კი, საყვარელი, ხო. იტალიელი საყვარელი, ესეთი ქარიზმატული კაცი იყო და მოკეთ ნახევარი ბორანი დაკერა რომ ჩემი ავტობუსითო წაგიყვანთო, კაცი 25 евро, ბლუგროტოზე ვისაც გინდათო შეძრომაო, შანსი არ არისო, პროსტა არც იფიქროთო. ამინდი არ არისო და არავინ არ წაგიყვანთო და აგერ კი ხედავთ რა ამინდი არ არის და რა არავინ არ წაგვიყვანს. და მოკეთ არ ხო, ოდნავ თუ ამინდი აირია ძალიან ვიწრო შეასრულელია იქ ნახავთ ნავით ძლივ შედიან და ცოტა თუ ღელვარი ვეღარ შედიხარ და არც იფიქროთ მე რომ წამოყევით მე სხვა ტურებში გატარებთ. პროგნოზიც ეგეთი იყო, ხო თქვი? ხო, პროგნოზი იყო ეგეთი, მაგრამ ნუ რეალობა სხვა იყო რა და რაღაცა შეუპოვარი ხასიათი. ჩავიდით თუ არა დაინახე ბლუგროტოს რაღაცა. სანამ აზრზე მოსვლა მოახერხა რომ ვიღაცა ტიპი მოვიდა და შემოგთავაზა რომ აი ამდენათო ფასდაკლებას გაგიკეთებო ესე უცებ მიწერს რაღაცებს 20-20-ის მაგი 25-ის მაგი რა 20 ესე და გიომ სანამ რაღაცა მოასწრო რომ ეთქვა რომ მოიცა ჯერ რაღაცა გავარკვიოთ რა არისო კი მეთქი და სამეთის დავიყიდეთ ეგრე რა უცებ ჩავხდით მე კატერში და გზაში მეუბნებოდა გიო რომ ან ვინ არისო ან რა ვიყიდეთ ან სად ჩავხდით ან სად მივდივარ ხო, ესეთ პატარა 20 კაციან კატერში ვსვავენ. მიყავხართ ამ ადგილას. აი აქ იყო კიდე ძალიან საოცილო. კატარის ფულს ხო იხდი და იქ კიდე შესვლის ფული არის კაცი 18 евро და აი ესეთი სალარო არის. ნავით ტივტივებენ. ესეთი ხისნავით მიგაცურებენ იქამდე ამ 20 კაციანი კატერიდან მე ამ ხისნავში უნდა გადაბობდე. ესე მიგიყვანენ 18 ევროს გადახდა აქედან ეგრევე შეყავ. ანუ სალარო არის იმაზე რა, ნავზე. ხო, იმას ვიძახდით რომ ის არისო პატარა ოკრიბა ოღონდ წყალზე რა, ეს კატერები, პატარა ნავები, რაღაცები ტივტივებენ, ყველა გეუბნება რომ წამოიქცაგიყვან. რა ჩვენ გაგვიმართლა კიდე აი დილით ადრე რომ მივედით და რაღაცა რომ იქ ერთი კატერი იდგა ჩვენამდე სადაც ის ხალხი გადასხეს შეიყვანეს გამოიყვანეს აიყვანეს და მე იყო ჩვენი ჯერი თორე აქ ცოტა შუა დღეს თუ მიხვედით ერთი 4-5 კატერია შევამდე ჩათვალე 1-3 საათი მოგიწევს იმ კატერზე და მზიზგულდა აი ესე შედიან ასაც ხედავთ ეს ჯაჭვი არის გამოლი და უცებ ესე ჯაჭვზე კაჩებიან და შეყოხარ პატარა გამოქვაბულში თავიდან შევხედე ცოტა იმას მექნა რა ქვია ღირს თუ არა შესვლა თქო სადღაც ნავით მიძურები რაღაცა ნახრეთში და ესე ჩავწექით აი იქ უნდა შევიდეთ ჯერ გადავიხადოთ ხოს მიდიხარ ჯერ რიგში ვდგავართ გადახდეს ის დაიღე ბოთლებს როლა მანცა შევდივარ Okay, lay down and this side of the boat. ეგ ნიჩაბი კინა გამოხვდა და ვერ დაინახე აქაც გეუბნები ნახე ხა ხო მოაგდებს ნიჩავს აი და ხელი რომ მქონდა ანუ შენ აი აქ მოხვდა ხელში თორე მოხვდებოდა საერთოდ ეგრე აი გაინა ეს ბინიჩობი ხდებოდა პროში ხეჭემდე მოხდა ხელზე Okay, sit down. Okay, look at the water. It reflects the sunlight, the water. Okay. 20 meters deep and the 60 meter long. All right, I can see the move. ანუ ეხა ტელეფონში უფრო ხედავ ვიდრე ესე რა ქვია მე თვითონ Okay, the swimming pool druma pipa da hem pra tutti, vedi? E druma passi da anacaki, tutto passi. Bravo! This is great. Აქ დები ქვემოთ. წყალს. რატო არის ეს დღეს უკი შემოდის რა. გავედი. ჩავწექით.
ეხლა მისმინა აქ ნიჩავს მოიქნოს და არ მოგარტყას აქედან. არ მოგარტყას რა შენზე არ არის დამოკიდებული, რა ხშირად ხება. აბა აუსტროფობია თუ გაქვს? არ უნდა წავ. ხო და საოცარი გამოცდილება არის მეთქი თავიდან ბოლომდე ყველაფერი აი კატაში ჩაჯდომიან მე იმ ნავში გადასვლიან შიგნით შესვლიან ყველაფრიანად რა აი ძალიან კარგი იყო ღირს რა აუცილებლად ეს უნდა გამოსცადოთ ძალიან ცივი და კამკამაწყალი რო არის და ჩავყავი ხელი რაღაცა სწორული იყო ისე მე ვერ ვიტანა ის რაღაც უდადი ხარ და სულ ტელეფონი რო გიჭირავს ხოლმე და ყველაფერს რო იღებს და ლოგის გამო ვიღებდით რაღაცებს თორე ცოტა ხელის შემშლელია ეგ არა რაღაც შემთვის რა რაღაც დათვალიერება რო გინდა და თან რა ისო ტელეფონი ყველაფერს რო საერთოდ გაიხედავენ ტელეფონთან ერთად რო იყურები ხო მაგრამ იცი რა არის ეხა ეს უბრალოდ რო არ გადაიღო და სამახსოვრად რო არ გქონდეს აი ძალიან ტეხავს კი ანუ ეხა კიდე მადლისთვის არის რაღაცა საშუალება გაქვს რომ აი უცებ ან პროსტ ხელში გიჭირავს ესეთ პატარა რაღაცა და შეგიძლია დააფიქსირო ყველაფერი და წლები გამომერე ჩართავ და ამას შეხედავ ხო ეხა იქ სიმაღლე არ ვიცი რა გიქნება გვირაბში ეხა გვირაბში კი არა მაშინ გამოვძვერით მართლა ნავში ხო ძირს ვზივართ ნავში დასაჯდომზე კი არა ნავის ძირზე ვიჯექით და მანდაც თუ არ გადაწექებო და ნავში მთლიანად თუ არ ჩაიმალე შეიძლება თავი აარტყა იმ კონდეს რა ისეთი ვიწრო გამოსასვლელია რა აქედან დავაწექით ისე უკან რა ქვია მაგასოთ მარინა გრანდე ქვია ამ პორტს ფუნიკული ორი სავსე იყო როგორც ნახეთ და წავედით ფეხით გადავწყვეტეთ ასვლა იმიტომ ალბათ 1-2 საათიანი რიგი იყო ფუნიკული ორზე და აი ადიხარ ესე აი წვრილ ქუჩებში ვიღაცის თითქმის ეზოებში ორის გადიხარ და უკან კი არის ლამაზი ხედი და იხედები და ფიქრობ რომ სადაც ახვალ და გადმოიხედავ მაგრამ მოიპარე და ეს სიარულში აი ეს იყო დაღლილები და სიცხულები ავდივარ და ეს სადაც უკატაი ერთი ჯიტა არ თავდება კიბეები მაგერთ ხედი ლამაზდება და ლამაზდება უცებ ამოყავთავი ესე რაღაცა ხუთი საფეხურით უკან არ ჩანდა ჯერ კიდე სადავდიოდი რა ვიწრო ამოსასვლელი იყო და უცებ ამოვედი და რაღაცა თითქოს რაღაც ზღაპრული ქალაქი არის ამ კლდის თავზე ხო აი ესეთ ხედით და თან ანუ თქვენც ხო ხედავთ კადრში სადაც ავდიოდით კაციშვილი არ იყო იქ იმ კიბეებზე და უცებ ამდიხარ და ეს საბაგირო სადაც ჩერდება იქ არის რა ეს ხალხი და უცებ რაღაცა შანელის მაღაზია და დიორი და როლექსი და ძალიან გაწკრიალებული ლამაზი ადგილი რაღაც უბერავდა სულ ეს ნიავი და აი მართლა რაღაცა ესე ხშირად ვამბობდით მაგასაც რომ რაღაც ფენტაზი ფილმებში და ზღაპრებში რო არის რაღაც ღრუბლებს ვაცდებიან და რაღაც ზღაპრულ ქალაქში რო მოხვდებიან და ლამაზი ის არის და ახლობთ ეგეთი შტაბეჭდილება გქონდა აქ რო ამოვედით აი ეგ ძალიან დამახსოვდა კაპრი თვითონ ეს ქალაქი როცა ულამაზესი ადგილი რა მართლა რაღაც არ გავს სხვა არაფერს არ ამქვეყნიური ქალაქია რა კი აი ხო რაღაცაირია ის სულ იმას ვადარებ ხოლმე რა ის რო არის ზღაპარი რო არის ლობიოს რაღაც რო ჩაყრიან და ის რო ამოვა და ზევით რაღაცა ზღაპრული ის რო არის რაღაცა აი ეგეთი ხო აი პოზიტანოსგან განსხვავებით ეგ იყო რა რომ აქ რაღაცა ისე მალე გავიდა დრო ის იმდენთვის იამოვნეთ ყველაფრით პოზიტანოში ცოტა დავიღალეთ და ბოლო 1 საათი უკვე აი 1 სული გქონდა როდის გავიდოდა და ბორანში ჩავსხდებოდით და აქ ეგრე არ იყო მოსწრებაზე ვიყავით კიო როლექს ხوارე ომაზე სადღა ჩავიდა ადგილი არ გვაქვს უბრალოდ ხო არა ხო მე მე შემოვიაროთ განსხვავება პოზიტანოსა და კაპრის შორის პოზიტანოზე თუ პოზიტანოში რო ვიყავით
ერთ სული ქონდა, როდის დავსხდებოდეთ. აქ გვენანება რომ დავსხდეთ და დრო დავკარგოთ. წამოდი. აი ის დაიჭირე ნახე. აქედან მე წავიდით ავგუსტუსის ბაღი. წავედით რა იქვე იყო. არა, ნუ ვიარეთ ფეხით ხანი. ვიცოდით რომ ლამაზი ადგილი ყო, ესეც გვანცას ქონდა ნახე და თქვა რომ იქ წავიდეთო. ვიარეთ ალბათ 15 წუთი მაქსიმუმ ფეხით. ხო. და მეორე კიდე პატარა დამატებით შოკი ამ ბაღში მივიღე. ხო. ამ ბაღის ხედებით. ხო, რაღაცა ბაღი ხარ გავგვიждდით სცენარებზე. ლამაზი საყვარელი ბაღია, მაგრამ ადგილია მაგარი რა. კი, აი. აქაც არ აღიქმება ის სილამაზე, რაც იყო რა. ხო. ზომაღლეს წერტილში ავედით და ესეთი ზღვა იყო რაღაც საოცარი ფერი. რაღაც მოწვანო ფერი დაგავდა, ალაგ-ალაგ რაღაცნაირი სასწაული იყო. ხო, ეს მეორე მხარე არის, ანუ რა იქვე ხედი იმ ბაღიდან არის ესეც, და და მე ცოტა ხანი ვისხედით რა აქ აი სკამები რო არის ისე მოხდა რომ რაღაც ცარიელი იყო და დავსხედით და აი აღარ მახსოვს ხა აქ ისმის თუ არა, მაგრამ იქაც ვამბობდი რომ მართლა რომ წარმოიდგინე რომ აი ქალაქი 64-ში მოხვდი და რაღაცა ქალაქია და აი როგორი ქალაქიც გინდა აღწერე და ესეთ ქალაქში მოხვდები, ალბათ ეს არის რა, ანუ მეტი სილამაზე რა უნდა ინატრო არ ვიცი იქ რო ხარ რა, ანუ ხო ულამაზეს პლაჟები ნახე აქედან ჩანს ფერების ესეთი და საჭმელი უგემრიელესი. ხო. რა ვიცი რა, იდეალური იყო ყველაფერი რა. აქედან მე ავტობუსით დავეშვით. ხო, რომელზეც გვითხრეს იმ აფერისტმა კაცმა გითხრა რომ საშინელი ავტობუსიაო, ესეთი ჭყლეტვა იქნებაო, სიცხეო, ესაო. გადასარევად. ერთი კონცას ნერვს უშლიდნენ, რაღაც ფილიპინელი ტურისტები იყვნენ აქედან და იქიდან და ერთმანეთს ლაპარაკობდნენ ძალიან ხმამაღალს კალეფინ. ხურში ჩამყვირავდნენ. ხო. და რო ავედით, შუაში იყო ადგილი და რატო იჯდნენ ძალსაკეთო ერთად იყვნენ. კი, მე კაი მზე გამოვიდა. აი ეს უკვე კაპრის პლაჟი არის, უფასო პლაჟი. კი, დავეგდეთ. ბევრად დიდი ვიდრე პოზიტანოზე იყო. კი, კარგად ვიბანავეთ. ხო, ეხა იქ ჩანს კიდე მეორე პლაჟია, ფასიანი სადაც გითხეს და არაფრით არ გასხვდებოდა ვიზუალურად ამისგან, უბრალოდ შეზლონგი იყო იქ და აქ არ იყო და. აქ უფრო სუფთა იყო. ხო, ესეთი დიდი დისკომფორტი ხა აქ უშეზლონგობა. ეს საოცარი. ხო, ამ პლაჟები მეორე მხარეს იყო, სადაც ბლუგროტო იყო, რასაც უკაზე გვიჩვენებდა იმ ხმა და მოკლედ კაპრი მაგ ხარეში თუ მოხვდებით, ხო კაპრი აუცილებლად ნახეთ, შეიძლება პოზიტანოს ჩაუვარო და გარედან დაათვალიერო. ხო. არა უშავს. მაგრამ კაპრიზე რომ ეს ბორანებით გადმოყავთ მანქანები და ისინი სატვირთოები კაპრიზე რა, ასაც ცოტა დიდი ქალაქი არის, კიდე ანაკაპრი არის იქით ნაწილი იქ არ ყოფილვართ და ეს უკვე ბორანით ბრუნდებით ისევ სალერნოში და მოკლედ აი ამ ხარის მონახულებას ვინც აპირებთ, რასაც ამალფის სანაპიროს ეძახიან, ეცადეთ რომ კაპრი აუცილებლად მოახვედროთ თქვენს მარშრუტში, იმიტომ რომ კი, მე მაგალითად აუცილებლად დაგამახსოვდებათ მაგრა რა. ხო, აი ხა ეს მინორი, ამალფი, პოზიტანო რაღაცები ძალიან გავდა ერთმანეთს, მე ეხლა რასაც აქედან ვთვალე, ზომით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან უბრალოდ და კაპრი საერთაშორისოა რა. ხო, აი პოზიტანოს მე რაღაცა ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ვაიმე აი პოზიტანოში აუცილებლად და აი არაფერი არ არის ისეთი რა. ერთადერთი რაც არის, ლამაზია უბრალოდ რა, რომ აი ეს განსაკუთრებული ის არის რაღაცა. ხო, რაღაცა. ხალხია რომ ცოტა მაგიმას შეგიქმნის რა ქვია, დაგზოლის რა. ხო, პრეგო სალერნო. აუ ხაზე ყოიოდნენ ხოლმე რომ შანსი არ არის რომ გამაზო რაღაცა იმ ხელაზე ყვირიან რაღაცა პოზიტანო აქაც შემგრილდა ბორანზე ჩავიცი რაღაცა ცხოვრება აი ეს იტალია რა ფილმებს შევუყურებდი იტალიურს ან ნებისმიერ რაღაცას სადაც ეს იტალიელების ურთიერთობა ჩანდა რა სულ რაღაც სტერეოტიპი იყო და ძალიან გადამეტებული იყო აი ეხ ჩავიარეს და რაღაც ძალიან ხმაური იყო მუშაობდა
რაღაცა ამწე და აი ძალიან ხმამაღლა უყვიროდნენ იტალიურად ერთმანეთს რა. აი ხო ძისმის მომდა. ხო ეს მეგონა სულ აი ესე ხა ესე არ ხდება რა. აი აქ ნახე რომ ბაჟე ფილმებში ისე არ არის გაჩვენები კიდე როგორც შვებიან ამას რა. და თავიდან ხათაშორის რომში რო ჩავედით მიმტანები მაგალითად ბარმენი რო გემსახურებოდა და ესე რო იქცეოდა ანუ შენ შუმას რო იყოს რა რომ მოდის და ხალხს გელაპარაკება ანუ ყვირილით გელაპარაკება ეს გონო სპეციალურად იქცეოდნენ ესე რა ტურისტებისთვის რა ხო ხდებიათ მე რო დავაკვირდე ერთმანეთში როგორ იქცევიან საერთოდ რა არ უყურებს არავინ გარს არ ტურისტია იქ და ასაფერი მე მოვხდი რომ ისე არის მართლა და არაფერს ვერ შეგვიძლია მოგაჩვენოს ესეთია აი ეს შემთხვევით აღმოაჩინეთ ვიარეთ და თანამედროვე პოპ არტი ის იყო მაღაზია იყო და ისეთი მაგარი ნახატები იყო და ისეთი მაგარი არტი იყიდებოდა. ეხლა მე რაც გავგიჟდი აქეთ არის მე ძალიან მომეწონა რაც რომაელი არტისტი არის იტალიელი რენე ესე ქვია ეს პოპ არტებს ხატავს რა პოპ არტის ჟანრში დავადებ მის ნამუშევრებსაც ხო ეს ბრელოკი იყიდა ძალიან ჩხავრო სუდადი ხარ. მაგრამ აი რაც იყიდებოდა ყველაფერი ძალიან ხარს ამაზე გავუგიჟდი ახლა ჯორდანის და კობის ის რო არის გადაკეთებული. და ძალიან მაგარი ისინი აი ერთ-ერთ ნახატზე მითხრეს რომ 4000 ევრო ღირდა რა იქ შემოსასვლელში რომ დიდი ის ჩანდა. და ხო და პირველად დამწყდა გული რომ ფული არ მქონდა რომ რაღაც ხელოვნების ნიმუში მეყიდა რა. ანუ არ ვიცი სიამოვნებით დავიკიდებდი სახში იმ ნახატს რომ მქონდეს ფული რომ ვიყიდო აი მართლა აი რომ უყურებდი სიამოვნებდა რა ნუ ხა ეს ჟანრებისაც უყვარს ძალიან მაგარი მაღაზია აუ მოაჩინეთ ესე უცებ რაღაცა ერთ-ერთ კუთხეში რაღაც წვრილი ქუჩების სასარეთ არ იყო რაღაც ბულვარში და ცენტრში რა სალერნოსი თან რომის და იმის კი არა რაღაცა ეს არის სალერნო აი ეს ბულვარი მიუყვება მიდის იმ მასატრების სადგურამდე მიდის. ხო, მე აქედან საღამოს მოვდიოდით, ესეთი რაღაც გადავწყვეტეთ, რომ უკან რომში უნდა დაბრუნებულიყო ფრენა რომიდან მქონდა და რომთან არის ახლოს ფიუმიჩინო ქვია იმ დასახლებას. სადაც აეროპორტი არის, აეროპორტის გარშემო დასახლება არის და ფიუმიჩინოში დავრჩით, ანუ რომის მაგათ რომში აგვიღო კიდე ერთი ღამე სასტუმრო, მოდი ფიუმიჩინოში ავიღოთ და იქვე არის აეროპორტი და იმიტომ ფრენადილიც რუის ნახევარზე იყო თუ რაღაცა და მაგრამ მანდაც ტაქსმა ანუ ზუსტად 5 წუთი უნდა და ჩვენი სახლიდან სადაც დავრჩით აეროპორტამდე და 50 ევრო მოითხოვა და 30 კილომეტრის დაშორებით არის რომი, იქიდანაც 50 ევროს ითხოვენ. ანუ ის გათვლა რომ მე უცებ რაღაცა დილით გავიღვიძებთ 6 და ტაქსით უცებ მივალთ, არ გაამართლა. მაგრამ საბედნიეროდ დილის 5-ზე იწყებენ ავტობუსები მოძრაობას, გამოვედით თუ არა მალევე ეს კეისი იყიდა გვანცამ აქ, იმიტომ რომ გაუტყდა რომში და ეს რაღაც ეს დებილი კეისი რაღაც ბულვარში იყიდა და თელი ერთი კვირა ამ დებილობით დადიოდა და წამოსვლის დღეს იყიდა სხვადასხვა ეს ამაზე კეისი. ბოლო საათი დაგვჭა სალერნოში ყოფნის ვისაიბეთ. ბულვარში დავჯექით ზღვის ხედით და მოიგო თუთებით ზღვას უყურეთ და წინ აი არის ცვლიან ფეხს. ნახე, ასა ზე არის. ხო და აი აქ გაჩერდნენ. და ვაიც არ ყავენ ავად იმას არ ყავენ. საბუთებს ალბათ. და მივიდე და უთხოვ გაიწიეთ მეთქი. თუნდაც წინ დააყენეთ. მე ეს პოლიცია წავიდა ერთი 10 წუთის მერე და ესენი მობნეთ ჩვენი სკამის უკან ქონდათ გადაგდებული მოსაწევი გახოვული ერთი და აიღეს და გააგზელეს სიარული. რომში. ხო, რომში მივიდივართ. ქალაქი ფიუმიჩინო
ნახე. მაგარი ზიპინა რესტორანი. ყველგან რაღაცა ამაზე მონუმენტია. ხო. ესენი ოსებთ. აგვიანებს. რა თქმა უნდა. აი რაღაცა გამოჩნდა მე მგონი. თუ არა. მოვიდა ავტობუსი, რომელსაც მივიყვანა რაღაც წეტიამდე, მე იქ რაღაცაში გადავჯექით და იქიდან ხო გადავჯექით. ხო და იქიდან მივედით აეროპორტში ძალიან ადვილად. როგორ არის აქ სალერნოში წესე იყო და აქაც რა ის ბარათის მიდება არ იყო ავტობუსზე. და ან რაღაცა ტაბაკერიები არის, სადაც თამბაქო იყიდება და იქ იყიდება ეს ავტობუსის ბილეთებიც. ან მძღოლთან შეგიძლიათ გადაიხადოთ წესი ესე არის და მძღოლს ამდენი მეუბნებოდი რომ ბილეთს გადავიხდე ეზარებოდა ტყუეს დახურდავება ევროების რაღაც და ამოდი ეს გვეუბნებოდა ყველა. დღეს უფასოა და რაღაცებს იძახა. კი, დღეს უფასო არის და აქაც და მე საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ უფასოდ მივედით აქედან აეროპორტამდე. ხო. მაგრამ ფიუმიჩინოშიც თუ აიღებთ იგივე თუ გადაწყვიტეთ, მხოლოდ იმ გათვლით რომ მე ავტობუსით წახვიდეთ, თორე ტაქსით მაინც იგივე იგივეა, ხო. აი ეს ორი აპლიკაცია გადმოვწერე, რომ მეთქი ბოლტისნაირი იქნება იყოს რამე და ესენი მეძვირეები არიან და მაგრამ იგივე ფასი გიჩვენება და ბოლტისშიც რა რომ გამოგეძახებინა. აი ქოქოს ახაზე მეტყობა რომ აი არაფრის თავი აღარა მაქვს. როგორც იქნება მივახცეთ აეროპორტამდე და გვანცას გაახსენდა რომ ლაუნჯები არსებობს ზოგადად, საერთოდ ისეთ თაღლილი, ანუ დილის 6 საათზე წამოხვდით. მანამდე იქ ჩასვლა დავაგვიანეთ და გამოუძინებლები რაღაცეები და აეროპორტში შევედით 2 საათი მქონდა და წამო ლაუნჯშიო და შევედით ლაუნჯში მე სოლო მაქვს რაღაცას კონცეპტი და ორივეს კაი რაღაც არის მაგის გამოყენა მეტყვი მაგრამ ისვენი ფიქრობდი ხარ აეროპორტში ცოტა ხანი სულის მოთქვის საშუალება გააქვს რა. ხო, აი თან მე მაქვს რაღაცა აი არ ვიცი ფობია ქვია მაგას თუ რაღაცა აი აეროპორტების აი რაღაცა საშინელება მჭირს ხოლმე რა აი არ ვიცი ტვინი ასე ბჟუტო ხო აი ბჟუტყვას იწყებს ესე ჩემი ტვინი და აი ყველაფერი ისა მაქვს რაღაცა გამძაფრებულად მაქვს ყველაფრის აღქმა რა აი არსად არაფერს არ მინდა შევეხო, არსად არ მინდა დავჯდე რა. აი სულ ეგეთი ის მაგონია რომ რაღაც ერთ დიდ ვირუსების იმაში ხვდები, ბაქტერიების და ვირუსების. რეალურად ეგრეც არის. და ანუ აი მე ამ ლაუნჯში რომ შედიხარ, რაღაცა სუფთა ტუალეტი, სუფთა რაღაცა სუფთა საპირფარეშო, სუფთა დასაჯდომი, რაღაცა წამოსაწოლი, რაღაცა უფასო საჭმელი სასმელი. ხო, უფასო და ანუ რაღაცა თითქოს აი ცოტა ეშვები რა და ეს ახლა მოდუნების საშუალებას გაძლევს რა. ხო და მაგრა ისა დავიტენე მანდრა, გემრიელი საჭმელი იყო. გახსოვს აქედან იქით რო ვიფრინეთ. ეხლა გამახსენდა რომ აქეთ ჩამოფრინეთ, ძალიან ადვილად ჩამოფრინეთ, გვაცა საერთოდ თელი რეისი ეძინა 4 საათია ფრენა და 3 საათ ნახევარია ფრენა და 3 საათი ეძინა. კი. და იქით რომ ვიფრინავდით 4 საათი ეწერა ფრენა რა ქუთაისიდან რომამდე 3 საათი турბულენტობა იყო ანუ რო ავფრინდით სადაც 1 საათი არ გამოურთავს ის ღვედის ნიშანი ისეთი ყანყალი იყო ქალმარუისტერი კატეხა უკან რო გადაგხსოვს ხო და მე იქ ესეთი რაღაცა მოხდა რომ აქეთ იქითობისას რომ ვიფრინავდით ჩვენ ავიღეთ ბილეთი მაგათად მე-5 რიგში რა და უცებ გამოვაცხადეს რა იქაც ეგეც რა დებილურად არის კი არ გიხსნიდან იქაც ხო შეიძლება აგიხსნან 2 სიტყვით რომ რატო ხდება მოიცავ ჯერო გამოცხადდითო ისინი ვინც წინა რიგში ზიხართო მივედით ეს რიგი გავიარეთ რიგო შევძვერით ეს გეიტთან რიგი არის ხოლმე და რა ხდება აბა რატო გვეძახით და თქვენ უნდა შეგიცვალოთ ნომრებიო წინ ვინცხათ უკვე უნდა გადაგსვათო ვიღაცემ ატეხეს პანიკა რომ რატომ სვა უკან მე სპეციალურად რაღაცა ფრენის შიში მაგ და წინ მაგითო მინდოდა ჯდომა და უკეთ იყო ისტერიკები 1-2 საათი გაფრენამდე ერთმა კამერა დაიწყო მე სამინისტროში ვრეკავ ეხლა ღამის 3-ს მე ხო ატყდა რომ გაგვაგებინეთ პასუხი რამე ხო არ ჭირს თვითმფრინავს თავიდან მეც ვიფიქრე რომ თვითმფრინავს რამე ხო არ ჭირს და პრობლემა ხო არა აქვს და აკალფი არის მოგეთ მაგარი პანიკები ატყდა რა და ნუ ავედი თვითმფრინავში ხა პირველი რეაქცია ეს იყო ლოგიკური ჩვენი რომ რავი რამე რო ჭირდეს თვითონ რატო ჩაიგდებენ თავს საფრთხეში ალბათ არ გაფრინდებოდნენ პილოტები და ეს რა ქვია კომპანია და ჩავჯექით და იქ რო ვიჯექით უკან გადავჯექით და დავჯექით ხედავ რომ 2-3 რიგი ჩვენცი ხალხია და მე პირველი 1-10 რიგი არავინ არ ზის რა რა თქმა უნდა ხა იქ რაღაც ეჭვები და შიშები გაგვიფრინე ის დროს ყოველთვის გამძაფრებული და რამე ხო არ ჭირს რამე ხო არ მოხდა და ეგრევე რავი გავხსენეთ ჯემინი და ვკითხე რომ ეს თვითონში ზივარ და ესეთი რაღაცა გააკეთეს თქო და იმან მითხრა რომ ამადამ რეისი თუ ზიხარო ესეთი თვითმფრინავი არისო რომელთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სიმძიმე იყოს გადანაწილებულიო და ცენტრში იყოსო სიმძიმეო
ან არც ცხვირისკენ და არც უკრან არ იყოს და როცა ბორტიო მთლიანად ბილეთები არ იყიდებაო და ხალხი არ ეულაძისო მაგ დროს ეს რაღაცა შვებიანო რომ შუაში სვავენო ხალხსო რომ თქვა ყველა რო წინ დამждარიყო თვითონისთვის არ იქნებოდა კარგი და დავშვიდი ანუ ეგრევე რაც მითხრა ჯემენი რომ დაწნადი ყველაფერი კარგად არისო მაგრამ ხალხი პანიკას აგრძელებდა 1 საათი აი მაგარი ის მიდიოდა რომ ახრას გვიპირებენ და რა ხდება და რაღაცები პანიკა ამიტომ როცა რაღაცაზე ეგეთი პანიკებთ ხოლმე მარტივად დაგუგლეთ ან კითხეთ ჯემინის რომ მოგეთ ლაქტოვისას კარგად ვიფრინეთ მე მანქანაში ჯობჟეკით ჩამოვედი თბილისში სწორი გადაწყვეტილება იყო მანქანით წასვლა და წამოსვლა იმიტომ იქიდან მე კიდე ავტობუსში გადმოჟდომა ძალიან უკვე ნერვები აღარ მქონდა მაგისი და ეს იყო ჩვენი მოგზაურობა რა რაც ნახეთ კიდე ბევრი რაღაცა ვერ მოხდა ხა თქო და სუჩართული არ მქონდა ტელეფონი და რა სიტყვი გაყოფილი ხარ რითი მით ვლოგით თუ იტალია ვლოგით ეგ მაყურებლებმა შეაფასონდა იცი რა ძალიან ყვაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ოცნების მოგზაურობა იყო ეს. გაიგე იმას ძალიან გამისწორდა და ვისემო. და არ ვიცი, ამაზე ალბათ შესაძლებელია უკეთესად რაღაცების კეთება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ამაზე უკეთესად ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება ყოფილიყო. ხო. თან საუკეთესო მეგზური მყავდა. ასევე იმიტომ რომ არა შენ მე ვერაფერს ვერ შევოდი შენ მართლა ყველანაირად საუკეთესო იყავ იმიტომ რომ ყველაფერს აგვარებდა ანუ მე დაგყვავდი უბრალოდ იმას რომ ეძახიან რაღაცა passenger princess თუ რაღაცა გვიყავი ერთი რაც შემეძლო ხოლმე ეს იყო სიმძიმის ტარება შემეძლო მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ახალი ნაოპერაციები ვიყავი მაგის უფლებასაც არ მაძლევდა გიო და ესე ორი ჩემოდნე დადიოდა და არა მაგრამ სხვადასხვა რამდენჯერმე იყო რომ შენ იმას კენი რა ქვია შენ მივხვდი უცებ რაღაცა საიჯობდა წასვლას და რომ ის ავტობუსი იყო და შევახტით და რაღაცები ასეთად ეგრეც არ იყო მადლობა რომ გამოვხნევე მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი მეგზური არის ძალიან ხო და იმედია ისე ამონეთ ამის ყურებით იმედია რაღაც საჭირო ინფორმაცია მიიღეთ ვინც მგზავრობას აპირებთ მომავალში და რაღაცაში გამოგადგებათ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხი გამოიწეროთ ვიდეო და ლაიქოთ ჩვენ პატრონებს ხარდამჭერებს უღმის მადლობა დავბრუნდით ჩვენ მოდიში რა აქამდე ვერდებდით ეპიზოდებს და ვაგრძელებთ და უკვე შემდეგი იმედია რომ უკვე რაღაცები დაგვჭირდა მოსახოდი ჩემო ვირუსმა ცუდად დაგვაგდო ეხაც ძალიან მიჭირს აქ ვზივარ და წერი იმიტომ რომ ნახევარი არ მესმის ასლობა არ გვაქვს თვითონ და უკვე მოვაგვარებთ იმას რომ სტუმრით დავბრუნდეთ კი აუცილებლად და არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ განმეორდები გამოიწერეთ დაგვალაიქეთ კომენტარები დაგვიწერეთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ ვლოგთან დაკავშირებით მოგეწონათ თუ არა ეს ფორმატი სხვა დროსაც გადავიღოთ თუ არა ხო ეგეც ხო მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა ხო რაღაცა ეს იყო დებილობა თუ იყო აღარ ვიზამთ მაგრამ ჩვენთვისაც სულ მაგას ვფიქრობდი რომ მარტო ის კი არა რომ აი ვლოგი და დავდო და YouTube-ისთვის აი უცებ წარმოვიდგინე რომ ამ ვლოგს ესე თავისი კომენტარებით და თავისი რაღაცებით რომ გადავიღებთ და დავდებთ მე რაღაცა წლების მერე რომ ნახავ რა აი ამ კომენტარი და შენივე ემოციებს რო უსმენ და უყურებ რაღაცა სხვა ის არის მუღამი არის რა მადლობა და დროებით რა ხარ დაგვიწყდა სათქმელი თუ დაგვიწყდა შემდეგში ვიტყვით კარგი